Naționaluri მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია გახსნის პირდაპირ ეთერს როგორ ხარ ნიკა საღამომშვიდობისა ძალიან დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად ახალი მოძრაობა რომელიც დაანონსდა 24-ში ისევ აქ შევიკრიბებით და წარმოგიდგენთ ახალ მოძრაობას სად არის პოლიტიკოსების ადგილი ამ ახალ მოძრაობაში ვიდრე შევაფასებთ გუშინდელ დღეს და ვიდრე ვისაუბრებთ ბევრ სხვა დეტალზე რაც დღევანდელმა დღემაც მოიტანა დიდი მადლობა მოწვევისთვის და პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს გუშინდელი დღისთვის და მადლობთ მოსალოცად გვაქვს ჩვენ ყველას გუშინდელი დღე თარიღი სადაც ქართულმა ხალხმა თქვა რომ ეს ქვეყანა და ეს სახელმწიფო გვეკუთვნის ჩვენ დიახაც ქართულმა ხალხმა ძალიან მკაფიოდ უთხრა მას ვისაც უნდა გაიგო რომ სახელმწიფო არ დაითმობა და ვფიქრობ რომ გუშინდელმა დღემ კიდევ ერთი დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ვთქვა რა დაადასტურა თავისუფალ გამარჯვებულ ქართველი ხალხის გონებაში რწმენაში გულში ყოველთვის იყო არის და იქნება აი ნაპერწკალი მრისხანების ნაპერწკალი სიმართლისა რომელიც დროდადრო აგიზგიზდება ხოლმე და გუშინ ეს ნაპერწკალი აგიზგიზდა და ხანძრად დაინთო და რატო დაინთო ხანძრად დაინთო ხელისუფლების ტყუილების ძარცვის ქურდობის უტიფრობის მამადია და ფეხებზე დაკიდების გამო ხალთან მიმართებაში და დაინთო ის ხანძარი რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვეღარ ჩააქრობს და მიმაჩნია რომ ეს ბრძოლა რომელშიც ყველანი ვართ ახლა ინგა ჩართულები ბრძოლის ეს ეტაპი არ გულისხმობს ხელისუფლებაში მოსვლას. ბრძოლის ეს ეტაპი გულისხმობს ევროპაში, თუ გნებავთ, აი ესე ვთქვათ, პირდაპირ შესვლას. ბრძოლის ეს ეტაპი არის ევროპული ღირებულებების, ანუ იგივე ეროვნული ღირებულებების და ფასეულობების დაცვის ბრძოლა. და აქ პოლიტიკოსები, ისევე როგორც ჟურნალისტები, ისევე როგორც სხვა პროფესიის წარმომადგენლები ვართ რიგით თანამებრძოლებად. დიახაც გამოცდილები, მაგრამ მიმაჩნია რომ ახლა როგორც არასოდეს ჩვენ განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა, განსაკუთრებით დიდი მთავარი მეინსტრიმული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, ლიდერებმა პატივი უნდა ვცეთ აი ზღვა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც უშ გამოვიდნენ რის გამო? რომ მუხტი სწორად ემოციური, წრფელი ბრაზით გაჟღენთილი მუხტი სწორედ მიემართოს დამანგრეველი ელემენტების ასე თქვათ დასამარცხება და ქვეყნის განსავითარება და მე მიხარია რომ გუში ფსიქოლოგიური ბარიერი ჩვენ ყველამ გადავლახეთ და იქ კოალიციური მთავრობის ამორჩეველი დადგა ერთად. სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანი, მათ შორის ბევრი ისეთი, რომელიც შეიძლება თქვენ პარტიას ვერ იტანს, შეიძლება ვერცერთ პარტიას ვერ იტანს, მაგრამ მას აღარ უნდა უკან საბჭოთა კავშირში და პირიქით, ხო, მაგას მიხარია და ყველამ კარგად და მიუხედავად პროპაგანდისა, რომელსაც ცდილობდა ქართული ოცნება, რომელიც მომატებასაც ცდილობდა რომ თითქოს იქ სხვა ტიპის ღონისძიება იმართება, ხალხმა გაიგო, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ. ქართველებმა გავიგეთ, რომ ყველაზე ღირებული რამ დაიდო რისკის ქვეშ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და დაინახა და იგზნო და გამოვიდა. ეს არის თემა, რაზეც სულ რეაგირებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა. აი თუ კი გავიხსენებთ მაგალითად გავრილოვის ღამეს, ხო? რაზე ქონდა საზოგადოებას რეაქცია? ერთმანეთთან მიწერაც არავისად დაჭირვებია, მობილიზაცია საგანგებო, რა წამშიც დაინახა ხალხმა გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სავარძელში იმ წამიდან დაიწყო შეკრება. გუშინდელი დღეც იყო იმის დასტური, რომ რუსულ ჩექმას აღარასოდეს ამ ქვეყანაში ეს საზოგადოება არ დაუშვებს, ხო? ეს არათუ დაუშვებელი, ეს არის გამორიცხული და ამოწურო პასუხი თქვენს კითხვაზე პოლიტიკური პარტიების ბრძოლის ეტაპი, მხოლოდ პოლიტიკური პარტიების ბრძოლის ეტაპი დადგება, როდესაც ჩვენ უნდა შევეჯიბროთ გამარჯვების შემდეგ, შევეჯიბროთ არ ვიცი პროგრამებით, დებატებში და ერთმანეთს გაუჩაღოთ კონკურენციული, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ბრძოლის ეტაპების შემდეგ. დღეს ნამდვილად მინდა და მე ყველაფერს გავაკეთებ როგორც ერთი პოლიტიკოსი ადამიანი, მეგობრებთან ერთად
არავის დარჩეს საბეჭდილება, რომ ამ პროცესით ნაციონალური მოძრაობა ან სხვა რომელიმე ოპოზიციური პარტია ცდილობს, რომ საბანი საკუთარი თავისკენ მიიქაჩოს. იმიტომ რომ თუ რამე იქნება ღალატი, თუ რამე იქნება მძიმე შეცდომა, იქნება თუნდაც ერთ ადამიანს, ვინც გუშინ მოვიდა, იქ დარჩეს საბეჭდილება, რომ ის არის ცოტა სხვა ბრძოლაში ვიდრე ვართ და სინამდვილეში ამ ყველაფერს რა მალაპარაკებს სიმართლე და გულწრფელობა. რა დროს პოლიტიკური არჩევნებია, ხო? დღეს გადარჩენისთვის ვიბრძვით. დღეს ქართულ ოცნებას რა დაემართა, რატომ არიან ასეთი ნირწამხტრები? ისინი წლების განმავლობაში საკუთარი ამორჩევლის დიდი ნაწილის შეცდომაში შეყვანას ახერხებდა. ისინი ახერხებდნენ, რომ ეთქვათ რიტორიკით, რომ დიახაც ჩვენ ვართ პროდასავლები, ჩვენ გეზი არის ევროპული, მაგრამ როდესაც მათთვის მოულოდნელად დასავლეთმა ყველა კარები და ყველა ფანჯარა გააღო და გადმოგზახა და გვითხრა მოვრძანდით, ჩვენ მზად ვართ, ღიაა თქვენთვის კარები და ფანჯარა, დაიბნა ქართული ოცნება და რა გააკეთა? გააკეთა ის, რაც გააკეთეს და დიდი ნაწილი საკუთარი ამორჩევლისა დაკარგა, ინგა პასუხს ვაგებ ამაზე დღეს ვიდრე ვსაუბრობთ და არიან ძალიან შეშფოთებულნი. ამიტომაც გამოწეული ეს აღრევა მათი ჩემს განცდას გეტყვი ნიკა, მე გუში ვიყავი ძალიან ბედნიერი, როდესაც ამდენ ადამიანს ვხედავდი რუსთაველზე და ბედნიერი ვიყავი, ყოველგვარი აი რა პარტიული ქვეტექსტების გარეშე მიიღოს ეს ყველა, საერთოდ არ მადარდებდა არც ერთი პარტია, მიხაროდა რომ ამდენი ასობით ათასი ადამიანი გამოვიდა და დადგა იმ აქციაზე, სადაც ხშირ შემთხვევაში შეიძლება ბევრი ადამიანი ერთმანეთს გამარჯვებას არ ეუბნებოდა, მაგრამ ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლილება რეალურ საფრთხედ დაინახეს. დათო გამყრელიძე ყავდა გუშინ სტუმრად მე და დიანა ტრაპაიძეს რუსთაველიდან და აი დათომ თქვა რომ საერთოდ ჩავეხსენიო პოლიტიკას და არც ვაპირებდი არანაირად რომ რაიმე განცხადება გამეკეთებინა და ეხლა უკვე ის დრო დადგაო როცა სიჩუმე არ შეიძლება და აქ უნდა მოვსულიყავი აი ესეთი ბევრი ადამიანი იყო გუშინ იქ მაგრამ პარტიებისთვის ეს რას ნიშნავდა შეიძლება არა მოსაწონი თქვენთვის ეხლა კითხვა დაგისვათ მაგრამ ამ პროცესმა რომ სამოქალაქო სექტორი მართავდა გუშინდელ აქციას ხომ არ აჩვენა რომ პოლიტიკოსების დაძახილზე ხალხი აღარ გამოდის და სამოქალაქო სექტორი იყო მთავარი ორგანიზატორი ჩვენ შეჯერებული კონსენსუსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების საზოგადოებისთვის გაცნობა მოგვიწევს და ეს ითქვა გუშინ ორგანიზატორების მხრიდან და დიდი მადლობა მათ და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ყველაფერში სული და გული ჩადო, ხომ? რას ნიშნავს ფართო საკონსულტაციო ჯგუფი დაერქვება ამას, დაერქვება საბჭო თუ ნებისმიერი სხვა სახელი, აზრი იქნება ერთი და შინაარსი, რომ საზოგადოება, ხალხი ჩადგება ამ ბრძოლის ავანგარდში. ანუ სტუდენტური მოძრაობიდან დაწყებული მეცნიერებით გაგრძელებული, ჟურნალისტებით გაგრძელებული, სამოქალაქო საზოგადოების წევრებით გაგრძელებული და რა თქმა უნდა პოლიტიკური ჯგუფებით დამთავრებული თუ როგორც გენებოთ. იმდენად დიდი რამ არის მოსაპოვებელი გამარჯვების სახით, აქ როგორ შეიძლება ახლა მე თუ რამე არასწორად შეიძლება გავაკეთო ხა მე როგორც პოლიტიკოსმა, არის რომ არის შემდეგი დავტოვო განცდა რომ ვიწრო პარტიული ინტერესი მაინტერესებს და რა შეიძლება მაინტერესებდეს ახლა მე მაინტერესებს რომ თავარი ეგზისტენციალური საკითხი გადაიჭრას რომ ქვეყანაში არსებობდეს შესაძლებლობა ტარდებოდეს არჩევნები სადაც კი ბატონო ფრთები უნდა შეისხას ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ჯანსაღ კონკრეტულ გარემოში საზოგადოებას დაუნტკიცოთ ვინ უფრო არის ღირებული ბევრმა ეს ყველაფერი სწორად გაიგო, როგორც ახლა მე ვსაუბრობ, არის შეიძლება საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელსაც ჯერ კიდევ სჭირდება ამ ყველაფერში დარწმუნდეს და ამ ყველაფრის კვალდაკვალ, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ჩვენ ვშრომობთ, იმიტომ რომ გამოცდილება ძალიან დიდი აქვს დაგროვებული პოლიტიკურ, რა თქმა უნდა, კლასს, ვცდილობთ ასევე მოვიპოვოთ ნდობა ერთმანეთის მიმართ. და როდესაც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება და ამაში არასოდეს ბოლო პერიოდში ეჭვი არ შემპარვია. მაშინაც როგორც როცა გითხარით ბოლო გადაცემაში რომ ერთჩვენიერ დღეს სანქციებზე გავბედე და ძალიან
დიდი აპლომბით თქვი რომ ეს ჭურვები მასთან ფეხებთან ძალიან ახლოს ეცემა ჩემთვის საპატივცემულო მაგალითად პოლიტიკურმა ექსპერტმა ერთმა რამდენიმე ადამიანმა მომდევნო დღეებში განცხადება გააკეთეს რომ იცით რა ბიძინა ივანიშვილის სანქციებზე საუბარი არ შეიძლება ვინმე ეს არ მოხდება და საზოგადოება ჩავარდება ნიჰილიზმში მორიგ-ჯერზე არადა რა აღმოჩნდა ჩანაწერი ევროპარლამენტის რეზოლუციაში გარემო ვითარება აბსოლუტურად სხვა არის არ უნდა ვიაროთ ჩვენ ანალოგიებით არ უნდა ვეძებოთ შემდგომ აქციებზე რომ თქვენ აიღოთ ხელში პროცესი მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების იქნება ის აქციები არა რა თქმა უნდა სამოქალაქო საზოგადოება ძალიან კაფეო თქვა გუშინ რომ ხალხის ნაწილი არის ამავე დროს რა თქმა უნდა პოლიტიკური პარტიები და მისი ხარდაჭერები და ასე შემდეგ ეხლა მე გუშინ იქ ვნახე არის პარტიაში და ბევრს ეს ხშირად ავიწყდება არის პოლიტიკური პარტიის აქტიური მხარდაჭერები და არიან პოლიტიკური პარტიის ამორჩევლები გუშინ მე მათ შორის ვნახე ზღვა ამორჩეველი ნაციონალური მოძრაობის არა აქტივისტი არა მხარდაჭერი რომელიც ყველა ტიპის აქციაზე დაცულ დიდი ხანი რომ არ მინახავს ისეთი ადამიანებიც ვნახე და ასე იქნებოდა სხვა პარტიების შემთხვევაში მაგრამ ნუ ახლა არ იქნება ჩემი აზრით სწორი რომ პოლიტიკურმა პარტიებმა სწორი რატო არ იქნება იცით? იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური პარტიების მოსაგები ბრძოლა და მოსაგები პოლიტიკური საზოგადოებრივი ომი დიახაც რეჟიმთან. ეს ბრძოლა უნდა მოიგოს ხალხმა ძნელი გზა, რთული გზა, მაგრამ რაც უფრო რთული, მით უფრო დიდი იქნება გამარჯვებისა და მე მჯერა რომ 24-ში როდესაც გაცხადდება მოთხოვნები რეჟიმისადმი ნათელი გახდება რომ საზოგადოება არის გაერთიანებული და ამ ბრძოლაში და ამ პროცესში ყველას ადგილია. მე მაგალითისთვის პირდაპირ გეუბნებით. მე ვისურვებდი რომ 24 რიცხვში დავინახო ის სურათი, რა სურათის დავინახე გუშინ, იმიტომ რომ მე ვიდექი რუსთაველის გამზირზე სავალაწაზე ისევე როგორც ყველა ჩვენი მეგობრები, არამეგობრები, უცნობი ნაცნობები და ესე არის ამ ეტაპზე სწორი. პროპაგანდამ პირველად შეიძლება ბოლო პერიოდის განმავლობაში ვერ გაუქაჩა ოცნებას, ამ ხალხს რა არ ეძახეს, ნაცების აქცია, აი ეხლა რაღაცა მიშას აქცია, არ მიხვიდეთ, სად მიდიხარ და ასე შემდეგ, მაგრამ პროპაგანდამ პირველად აღარ იმუშავა და დღეს ქართული ოცნების მხრიდან ვისმენდით აი ისეთ განცხადებებს, რომ მეც ვიყავი მათ შორის, რომელმაც ერთ-ერთმა დავწერე, რომ ესენი ბოლოს სიტყვია, რომ ჩვენ ჩავატარეთ ეს აქცია. ხალხმა ვინც გუშინ მოვიდა იცის რატომ მოვიდა რომ ეს ხალხი ირჩევს ევროპას ეს ხალხი ირჩევს დასავლეთს და ეს ხალხი უარს ეუბნება რუსეთს თუნდაც მოდერნიზირებულ საბჭოთა კავშირს და არასოდეს ამას არ დაუშვებს მაგრამ აი უყურეთ თან თქვეს რომ იქ ჩვენი ამომრჩევლებიც იყვნენ მაგრამ თან ასეთი განცხადებები გუშინ დიდი ხანი ითმინეს აქციის ორგანიზატორებმა პოლიტიკურ გზავნილებს არ აჟღერებდნენ ბოლოს მაინც გაახმოვანეს ბაკურიანის გეგმა რომელიც ითვალისწინებს შულავერის კომიტეტის გამომზეურებას და რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის წალეკვას ეს იყო ტერმინი რომელიც გამოიყენა სირცხვილიას ერთ-ერთმა ლიდერმა სააკაშვილის და დიღმელაშვილის წასალეკი ქვეყანა არ გვაქვს სიტყვების ავტორი არის ირაკლი კობახიძე იგივე თქვა მდინარაძემ იგივე თქვა სხვები ამ პროპაგანდას მოჭიდება უკვე აღარ აქვს პროპაგანდა აქვს გუშინდემა დღემ ხომ დაადასტურა ეს ყველაფერი საბოლოო ჯერზე და იცით ახლა მოქმედების დრო არის ამ მოქმედებაში ხალხი მოვიდა მოსული არის ამუშავებული არის თავარი რაც ქართველ ერს ყოველთვის ახასიათებდა მართლაც გადაჭრების გაშე თვით გადარჩენის ინსტინქტი ახლა ევროპული მისწრაფებები და ღირებულებები და ფასეულობები ვახსენეთ ხო ორი სიტყვით მაგრამ თავარი ეს ხალხი რა სიტყვის სახელმწიფოს ითხოვს ხალხმა დააფუძნა სახელმწიფო არა იმისთვის რომ წაართვას მას სახელმწიფო ვინც არ უნდა იყოს იდენტიფიცირებულია წამთვევი მიმტაცებელი და ჩვენ დავიბრუნებთ ამ სახელმწიფოს ბიძინა ივანიშვილისგან როგორც ოლიგარქისგან დრო ამისათვის ბევრი არ გვაქვს დრო არის ჯერ კიდევ იმისთვის რომ უახლოეს თვეებში შესაბამისო სტრუქტურებმა ევროპულმა საბჭომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და მოგვანიჭოს ჩვენ სტატუსი და
ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ წარიმართოს ნორმალური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება, სადაც აღარ იქნება დაყოფა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის სხვადასხვა ნიშნებით და ხელისუფლება ესწრება, რომ შეკრას და არა დააშორიშოროს ერთმანეთისგან მაგრამ აი ნიკა თქვენ ამბობთ რომ ძალიან მალე ეს დრო დადგება, მაგრამ დღეს რა მოვისმინეთ დაანონსა პრაქტიკულად ირაკლი კობახიძემ მოემზადე დეოლიგარქიზაციისთვის და ის ამბობს და ქართული ოცნების სხვა წევრები მე წავიკითხე ახლა რეზოლუციაც ბრიუსელში გაკეთებული დასკვნების და ასე შემდეგ ვინ იგულისხმება ოლიგარქი როცა დეოლიგარქიზაციაზე არის საუბარი მაგრამ ქართული ოცნების ლიდერები გამოდიან და ამბობენ ნუ რას უკაცრავად ეს ბიძინას კი არ ეხება მივიღოთ აი კანონი ეს ეხებაო მამუკა ხაზარაძეს მაგალითად ბადრი ჯაფარიძეს სააკაშვილს, დათო კეზერაშვილს, აი ამ შემთხვევაში მე განცდა გამიჩნდა რომ მოხდა რაღაცა კიდევ მორიგჯერზე შეტევის დაანონსება, მაგალითად მამუკა ხაზარაძის ან ბადრი ჯაფარიძის მიმართ, იმიტომ რომ ამასობაში ახალი ბრძოლა დაიწყო ხელისუფლებამ, ვიღაც ბრიტანელი აქციონერი გამოდგეს, რომელიც ჩართეს საქმეში და ეხლა კიდევ ხელახლა შეიძლება დაიწყოს შეტევა და აი გეუბნება რა, მე რა რომ ოლიგარქი სხვა რამეს ნიშნავს. მერე რა რომ ოლიგარქობა სულ სხვა რამეა. ნუ ეუბნება ხალხს თავის ამომრჩევას. ვიღაც ადამიანებმა ხო გადაწყვიტეს და გუშინ არ მივიდნენ არა იმ აქციაზე, რომ აი არა ხო დაიჯერეს. ამ ადამიანებს ეუბნება რომ რა ბიძინა ივანიშვილი კაცო აგერ ყავთ ოლიგარქები. ეხლა ერთ-ერთი მიზეზი რატომაც აი ხალხის გულებში როგორც თავში ვთქვი და გონებაში და წვენაში ნაპერწკალი ცეცხლად გადაიქცა გუშინ არის აი ესეთი მსგავსი პროპაგანდისტული ხრიკები და ტყუილები და ცინიზმი და ხალხის დაცინვა და ხალხმა მათ შორის ყოფილმა ქართული ოცნების ხარდაჭერებმა პასუხი გასცეს გუშინ ქართული ოცნების პროპაგანდას. ისინი ცდილობენ ბიძინა ივანიშვილი ძალიან უტიფრად ცდილობენ და თუ კი გააგრძელებენ ამას, სულ უფრო და უფრო მეტნი გავხდებით რუსთაველის გამზირზე და არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე. ისინი ცდილობენ რომ ბიძინა ივანიშვილი წარმოაჩინონ ქველმოქმედად, მეცენატად და ოლიგარქებს ეძებენ ოპოზიციის წიაღში. მაშინ როდესაც თითქოს დავიწყებას მიეცა ევროპული რეზოლუცია ევროპარლამენტის მიერ შემუშავებული. არ ვიცი, აი მე წავიკითხე ვის გულისხმობს ევროპა ოლიგარქს. აი გნებავთ შავი თეთრზე ევროპარლამენტარებმა ჩაწერეს, რომ ბიძინა ივანიშვილი სახელი და გვარის მოხსენიებით არის მხილებული, ეჭვმიტანილი კრემლთან ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირებში. ეს ჩაგიწერეს. ეს დოკუმენტი არსებობს. და რომც არ იყოს ეს დოკუმენტი, მე აღარ ვიცნობ არც ერთ ადამიანს, ვინც ამ პროპაგანდას წამოიგება. გააგრძელებენ 24 წუთში იქნება მინიმუმ ამ რაოდენობის ადამიანი გამოსული და არა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე. არ არის ფუფუნება უკვე აღარავის აღარ გვაქვს, ჩვენ შევატოვოთ ქართულ ოცნებას ამ სახელმწიფოს ბედი, რომელსაც უკეთეს შემთხვევაში ეთამაშება. ამ სახელმწიფოს ბედს ეთამაშებიან, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება, ვითომ რეალური ბერკატების გარეშე, ასევე საკანონმდებლო სასამართლო ხელისუფლება და აქვე არ შემიძლია გითხრათ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის თავიდან ბოლომდე არის ნაწილი ქართული ოცნების ხელისუფლებისა. ამიტომ მე ბევრის ადგილას ყურადღებას არ მივაქცევდი ქართული ოცნების პროპაგანდას, ახალს ისინი უკვე ვერაფრით ვეღარ გაგვაკვირვებენ, ვერანაირი სიახლეებით. ჩვენ რაც გვმართებს ახლა თანამდებრულობა, გვმართებს კოორდინაცია, გვმართებს ეგოების გვერდით გადაწევა და თავარი მიზნის გარშემო გაერთიანება. ერთი წუთით ნიკა შეგაწყვეტინებთ, აი ჯერ კიდევ მე გეთანხმები, საერთოდ არ მუშაობს იმ დოზით, იმ ხარისხით, როგორც ადრე მუშაობდა, მათი პროპაგანდა აი საჯარო მოხელეები ვნახე, ინგა. მართლა? ვინ? შეგიძლიათ დამუშავოთ? არა, ნუ საჯარო მოხელეები, ბიუროკრატიის წარმომადგენლები, ხო, ბიუროკრატიის, საჯარო მოხელეები, ბიუროკრატიის წარმომადგენლები აკეთებენ ყველაზე ხშირ შემთხვევაში ისე დავალებებს აწულებდნენ. კაცი რო გამოვარდა, ვიღაც გამგებელი და სირებო, უკაცრავად რო გვეძახ
ხა საჯარო მოხელია ის რა და ამ სირებოს ძახილი მერე ბჭყალებში გააправა ხელისუფლებამ ეს წარმოუდგენელი შეურაცხყოფა ჩემს ცხოვრებაში თავისუფლებას ვერ მივცემდი პირდაპირ ეთერში აი ამ ტერმინით მესაუბრა მაგრამ ხელისუფლება გვეუბნება რომ ეს თურმე არის დასაშვები ხელისუფლება გვეუბნება რომ სირებო აი ამ ასობით 1000 ადამიანს ეხლა ეკრანზე რომ გადის რომ დაუძახებს რომელიღაც საჯარო მოხელე ჩიც გულისხმობდიო და სუხანსაბა ნუ წარმოუდგენელი მარაზმია ეს ყველაფერი ვის უბედავთ აი ამებს უბედავთ ამ ახალგაზრდებს ან თუნდაც ჩემს თაობას მე 51 წლის ვარ არ მგონია რომ დიდი სხვაობა იყოს ჩემსა და იმ კაცს შორის ასაკობრივი ვინც ეს სიტყვა გამოიყა ჩვენ გვიწოდებთ ამ სიტყვას ჩემი თაობის იცით რამდენი 1000 ადამიანი იდგა გუშინ ჩვენ გვიწოდებთ და თქვენ ხელისუფლება ახალისებთ აკეზებთ ადამიანებს რომლებიც ამას ბედავენ მე ასეთ აგრესიულ კამპანიას წაქეზებას რა მოსდევს ხოლმე იცით ხალხს მივმართავ მაყურებელს 5 ივლისი მაგალითად ის მოსდევს რომ დაგვიდეს თუ არა აქ საშინაო დავალება ევროპიდან მეორე დღეს TV პირველის ოპერატორს 5 ადამიანი დაესხა თავს ხელისუფლების ამ აგრესიული კამპანიით ახალისებული ეს მოსდევს ხოლმე და რატომ აправებთ სირებოს ძახილს ეს არის დეპოლარიზაცია ხო და მაპატიეთ სულ სხვაგან გადავიტანე ეხა ჩვენი საუბარი საჯარო მოხელეები დავინახეო გამიხარით და არა ნუ ეხა მაღალგანდების პირები არ მიგულისხმია საჯარო მოხელეები ადამიანები რომლებსაც ძალიან დიდი წნეხის ატანა უწევთ განსაკუთრებით ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობის შემდეგ და მოლოდინი მქონდა რომ ასეთი ადამიანები მოვიდოდნენ მაგრამ როდესაც ნახავ პირადად კიდევ უფრო გიმყარდება რწმენა რომ ბიძინა ივანიშვილის და რეჟიმი აუცილებლად ჩადგება იმ მდგომარეობაში რომელსაც მოუწევს ხალხისთვის გზის დათმობა რა უნდა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა ეხლა ხო აი ეხლა თქვენ თქვით რომ მოთხოვნები გაჟღერდება 24-ში რა მოთხოვნები რა მოთხოვნები გვაქვს ჩვენ ხელისუფლებასთან ამაზე პირველ რიგში ეს მოთხოვნა და ეს სამოქმედო პროგრამა სამოქმედო რუკა გაწერილია ხომ 12 პუნქტის სახით რა უნდა გაეკეთებია უკვე ქართულ ოცნებას, მაგრამ არათუ არ გავაკეთებო, არამედ დაგცინიან და აბუჩად გვიგდემე. ყველას ერთად ხალხს, საზოგადოებას, პოლიტიკოსებსაც, ჟურნალისტებსაც, არქიტექტორებსაც, პედიატრებსაც და სტუდენტებსაც. ამიტომ რა გზა რჩება? დარწმუნდით, რომ ეს ადამიანები ამას არ გააკეთებენ, დიდი რას თქვენ ბრძანეთ ინგა ის თქვენს რაღაცა კანონს მივიღებთ დეოლიგაციის თაობაზე და ანუ გაუგებარია ჰაერს მოკიდით. ხო, მაგრამ არ არის გაუგებარი, ვიღაც ბრიტანელი კაცი ხო გამოდგეს, არა რომ აი წლების წინანდელი ზარალი ეხლა უნდა აბინახო. ხო, კონკრეტულად გაწერილია. ეს პროპაგანდის ნაწილია. პუნქტობრივად არის გაწერილი რა უნდა გაეკეთებათ, არ გააკეთეს. ბიძინა ივანიშვილს შეება ერთადერთი გზა, რომელიც მან უნდა გახსნას. ხშირად ცხოვრებაში, როდესაც მოდის მეწყერი და მოდის ბიძინა ივანიშვილის მიმართულებით უკვე პოლიტიკური, დემოკრატიული დიდი ტალღა, რომელიც მის რეჟიმს აუცილებლად წალეკავს, მაგრამ თუ ჭკუა და საღიაზრი შემორჩა, მან უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, თუ ასეთი სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი შერჩა, რომ ტალღა, რომელიც მას დაარტყამს, ან გაანადგურებს, ან უნდა იცოდეს, რომ გზას გაუწმინდავს და ეს გადაწყვეტილება მან ახალთავად უნდა მიიღოს. გაუწმინდავს გზას, რომ დაგვნებდეს. აი რა უნდა გააკეთოს? გაიწიოს, უნდა და ქართულ ხალხს დაუთმოს ადგილი. თუ არ გაიწევა, რას გააკეთებს? მოუწევს ნახევარი საქართველოს დაპატიმრება და ამის გამკეთებელია ბიძინა ივანიშვილი. იმიტომ რომ ხალხმა ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ ჩვენ გვინდა გქონდეს ქართული სახელმწიფო გუშინ. ჩემს ოჯახის წევრებთან და ასე იყო ყველა, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებთან. მეუღლესთან, დედასთან, შვილთან, ერთად ხედავდი ხო ბებიებთან, ბაბუებთან, ერთად. დედაზე გამახსენდა, ეხა მომწერა დედაჩემმა საოცარი მესიჯი და წავიკითხა. ანუ, იცით რა, ყოველთვის, როდესაც შენს წინააღმდეგ გორდება დიდი რისხვის, ასე თქვა, გუნდა, რომელიც სულ უფრო და უფრო დიდდება, შენ თუ ჭკვიანი ადამიანი ხარ, უნდა იცოდე, ან უნდა გაეცალო ამ დიდ საშიშროებას შენთვის, რომელიც სამართლიანად
მოდის შენს წინააღმდეგ, ან რეალურად მოგიწევს დაპირისპირებაში ლიდერშიპის განცხადებებში დღეს ნიკა არ იგრძნობოდა პოლიტიკური მეცხედრის მოახლოება. რამდენიმე წამით ადრე 2003 წელს შევარდნაძე საუბრობდა, რასაც საუბრობდა ტრიბუნასთან მდგომი და არ იმჩნევდა შევარდნაძის მთავრობა მოფამფალებული. არა, მოფამფალებული, აბატიეთ. და ეხლა აი ესეთი ახლა თავარი დარტყმა მიიღო ქართულ. რა თქმა უნდა, გუშინდელი წარმოიდგინეთ. გუშინდელი დღე ხო ძირითადად თბილისში მაცხოვრებელი ადამიანებით ჩატარდა. ხო? აი ნაციონალურ მოძრაობაზე რო აქვთ საუბარი, უბრალოდ გქონდათ და დღეს შეცვალეს გზავნილი. პარტია ნაციონალურ მოძრაობამ აიღო თბილისში 136,000 ხმა, ხო? ისე აიღო 500,000-ზე მეტი. მათივე ლოგიკით რა გამოვიდა, ხო? სამჯერ მეტი ხარდაჭერა ჩვენ გვაქვს დასავლეთ და აღმოსავლეთ რაიონებში და რეგიონებში. და სხვა პარტიებსაც. და ჩვენი დღეს ეს ხალხი თბილისში ჩამოვა, ინგა და რუსთაველის გამზირი ნამდვილად არ ეყოფა. მაგრამ ჩამოვა არა რაღაც დასალეწად, არა რაღაცის დასანგრევად. ჩამოვა, რომ ხელისუფლებამ თქვას, რომ კი ბატონო, გავშიშვლი, ვაიძულებთ, პირდაპირ გეუბნებით, სწორი გონივრული პრაგმატული მოთხოვნებით. ჩვენ ამ ცოცხალთაობებს გვერგო წილად დღეს ვიბრძოლოთ ბოლომდე. ეს პატივი გვაქვს და უკან არ დავიხევთ. ყველათ აქვს ვინმეს მოლოდინი, რომ აქედან უკან დამხევი არის ერთი ადამიანიც. აქვთ მოლოდინი, რომ ჩამოვა ხალხი რეგიონებიდან თუ საჭირო გახდება და აღარ დაიშლება. იცით რა, მე მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის წამზომი ჩართული არის რა თვალსაზრისით, იცით? იქ ხალხი გამოსული იყო, არა უბრალოდ სიტყვების მოსასმენად, ხო, რა თქმა უნდა, ამისთვისაც იყო, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი მათთვის აღიარებულია როგორც ამ სახელმწიფოს მტერი. მათ შორის ყოფილი ქართული ოცნების ამორჩევლების მიერ. აღარ უნდათ არავის, რომ პოლიტიკური პატიმარი ამ ქვეყანაში არსებობდეს. გადავდებით დიახაც ჩვენ ბევრი რამ ყველა პარტიამ გუშინ და ხვალაც გადავდეთ და ზეგაც გადავდეთ. და ამ პროცესში ნაციონალური მოძრაობა დიდ როლს შეასრულებს და თუ კი სამე გამარჯვებას მოვიპოვებთ, ჩემი აზრით, გამარჯვებას იქ მოვიპოვებთ, როდესაც არა თუნდაც ჩვენი პარტიის ამორჩევლები და ხარდაჭერები დაინახავენ, რომ ამ ძალის, რომელიც შემდეგ კოალიციურ მთავრობაში იქნება წამოდგენილი, ნდობა შეიძლება. დიახაც ჩვენ ეს ასპარეზი მოგვეცა ახლა. როდესაც თელმა თბილისმა, თელმა ქუთაისმა და ზუგდიდმა უნდა დაინახოს და დარწმუნდეს იმ სიტყვებში, რაც მე გითხარით. კი ბატონო. რომ ეს ბრძოლის ეტაპი არ არის ხელისუფლებაში მოსვლის ეტაპი. ეს არის ევროპაში შესვლის ბრძოლის ეტაპი და აქ ყველა პოლიტიკოსი, ყველა ოპოზიციური პარტიის ამორჩეველი და ხარდაჭერი არის თანაბრად ერთ პოზიციაში აი ადამიანებზე ვინც იქ იდგა არ გაჭრეს მსგავსი პროპაგანდა და წეღავ თქვი რომ ნიკამ როცა თქვა დედაჩემთან და ოჯახთან ერთად ვიყავიო მე ამ დროს მომდის დედაჩემის მესიჯი ინგა გთხოვ აღარ გაიმეორო ის ცუდი სიტყვა რაც იმ კაცმა თქვა გამგებელმა გთხოვ ძალიან უხერხულია დედაჩემს მინდა მივმართო ეს სიტყვა ჩვენ ადამიანებს, მეც მათ შორის და სხვებსაც, ასობით 1000 ადამიანს, ვინც იდგა გუში რუსთაველზე, ყველას ერთად და ყველას თანაბრად გვაკადრა. ასე რომ ჩემგან კი ნუ იგრძნობ თავს უხერხულად, ჩათვალე რომ უხერხულობა შეგიქმნა ამ სიტყვის გამო იმ ხელისუფლებამ, რომელიც მართავს შენს ქვეყანას და იმ პარტიამ სხვა შორის, რომელსაც ხმას აძლევდი ხოლმე. აი ეს სიტყვა შე რომ ასე შეგაწუხა გვაკადრა აი ამ ხელისუფლების საჯარო მოხელემ და ხელისუფლების ლიდერებმა თქვეს რომ ნებადართულიაო, იმიტომ რომ ის არასამუშაო დროს თქვაო. დედა, შენ გეუბნები ამას. და შობლებზე ჩამოვარდა ლაპარაკი და დედაზე საუბრობდით და ქართულ ოცნებაზე ერთი არ წამოწდენია, რომ ამ ქვეყანაში სიცოცხლეთა შეუთავსებელი პენსია აქვს 700,000-ზე მეტ ადამიანს, 800,000-მდე. წამოიდგინეთ, არც ერთი სიტყვა არ წამოწდენია და მეტი ამ სიტყვებით შეამკო და საკადრის პასუხსაც გასცემს. დედაც, შვილიც, ბებიას და ბაბუას. რა ფასადაც არ უნდა.